მოგესალმებით მეგობრებო. წლის ბანაკში მივდივართ ახლა რა, ჩვენ პირდაპირ კონკურენტთან იური მანგასაროვთან მივდივართ. არა, ხუმრობით წელი რა თქმა უნდა. ტრასაზე კი ყველა ერთმანეთის წელი და მეტოქეები ვართ, მაგრამ ტრასის გარეთ ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ და დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. მესამე ეტაპი არის 28 ივნის, მესამე ეტაპამდე დარჩენილი არის 2 კვირაზე ცოტა მეტი და წავიდეთ ვნახოთ აბა როგორ ემზადება იურა, რა შვება, რა გეგმები აქვს, რამეს აუმჯობესებს თავის მანქანაზე, ცვლის რამეს თუ რა შვება, საერთოდ ვნახოთ. წავიდეთ. Salam Iur. Привет. მოგვიყევი ძმაო, შენ მანქანასთან რა აპგრეიდებს უკეთებ? აი ბოლოს კარგად თუ რაღაცებს ემზადები და კარგი არის ეს ყველაფერი. ბოლოს შეჯიბრის მერე ყველაფრის რევიზია ჩავატარეთ. ეხლა ძრა ვიჩავდეთ უკან, კოლოფის დავშალეთ. გადავამოწვეთ ყველაფერი, იმიტომ რომ რაცა მოჭიდებასთან პრობლემა იყო რა, ბლოკირება ვნახეთ. საზორების გავზომეთ და ნუ ზეთი შეურჩიეთ. ბოდიში მაზავდა ბლოკირება ესე? ბლოკირება მაზავდა, კი. ერთი ბუქსაობდა? კი. ერთ ნახევარი სოტკა უნდა ქონდეს ლუფტი და 2 აქვს რა და ნუ შესაბამისად ზეთიც გავთვალეთ რა ჭირდება რა. ჩავხედეთ ყველაფერი წესრიგში იყო და ავაწყეთ. ძრავი რა გიდევს? ძრავი არის B18. ტაიპერი. ძრავში ყველაფერია პრაქტიკულად გაკეთებული. დინოზე ხო არ ყოლია, რამდენი ცხენი აქვს? კი, დინოზე მყოლია. 230 ცხენი აქვს ბორბალს. ძრავზე რა გამოდის, სადღაც? ალბათ 270. სადღაც ეგრე გამოსდა. საერთოდ B18-ისთვის მაგარი ცხენებია რა. ფაქტიურად გაწურულია ესე ვთქვა. არა, გაწურული არ არის რა. ბოლო იმის მერე რა ქვია, ნასტროიკის მერე უბრალოდ ინჟექტორი გაგვითავდა და კიდე ბევრი ცხენი შეუძლია რა. ანუ ეს ამის პიკი არ არის. 250 შეუძლია ბორბალს. მართლა? კი, პროსტა ამ ეტაპზე არ გჭირდება ეგ ცხენები, იმიტომ რომ საბურავი არ გვაქვს რა. საბურავით უგვექნება ცხენს. რა საბურავით დადიოდი? ექსტრიმით დავდიოდით. მეც მაგით დავდიოდი. პროსტა ექსტრიმი ვიღაცებს გავუმართლა, ვიღაცებს არ გავუმართლა რა. 17-ში იძახიან რომ არ ვარ გავა მაინდა-მაინც. კი, მაგრამ არის ისეთი მოდელები რა, ვიღაცებს გავუმართლა, ვიღაცებს ახლა მე არ გამიმართლა ამ საბურავში და საბურავზეც ვფიქრობ თუ რამეს ვნახავთ მეორად ბრენდულს, სავარაუდოდ ჩამოვიტანთ და დავაყენებთ რა. ახლები რო ჩამოიტანო ბარემ თუ ახლები 2500 евро უნდა. და ძალიან ზვირზე გადის და ამ ეტაპზე რა ვიცი. არღის ტყუილა კლასიკა. არღის ხო, რა სიგიჟეა რა. სიგიჟე არის. მეც ექსტრემები მაქვს შეკვეთილი ისევე რა. ხო და ნუ მაგები და ისევ ექსტრემებზე დავდგები მეც. კი, წონას ებძვი როგორც ჩანს. წონას ვებძვი, კი. ეს შენ გაუკეთე თუ ქონდა ეს? ეს ახლა აი გადავჭერით და ახლიდან ავაწყეთ ეს წინა ცხვირი. 14 კილო და 600 იყო და 5 და 900 გამოვიდა ეს. რადიატორი მეყენა ალუმინის, იყო 11 კილო ვენტილატორით. ეს რადიატორი არის 2 ვენტილატორით 5 კილო. ხო, ანუ ცხვირში რამდენი მოიხსნა ჯამში სადღაც? ჯერ ბევრი რაღაცეებია მოხსნილი. ეხლა რაღაცეების გამაგრება დაჭირდება და ალბათ 10 კილო მინიმუმ 10 კილო გადაკიდებული ცხვირში ძალიან ბევრია. სხვანაირად იქცევა, სხვანაირად უხვევს, სხვანაირად შედის მსახურში. ეხლა ტორპედო მოხსენით და 8 კილო იყო და 900 გრამიანი ტორპედო ჩამოვასხი. ეს არის? კი, ეხლა დავამუშავებ, შევღებავ. და 900 გრამი იქნება ტორპედო. კაია, თითქოს ყველაფერი წონაში ჩარეული იყავი, მაგრამ იმის მიუხედავად რომ დამსუბუქებული იყო, მაინც კიდე იპოვე რაღაცეები, ხო? რაც შეიძლება რომ. იმიტომ რომ აეროდინამიკასაც ვებძვით ეხლა წინიდან, მან ცოტა წონას მოიმატებს და თან დიდ ტორმუზებს ვაყენებთ ეხლა შემდეგ ეტაპისთვის და მანდაც ცოტა მეტი იქნება რა. ესენია რაც გეყენოს თუ? არა, ეს პატარა ტორმუზებია და დიდი ტორმუზები დადგება. ეს არის 280 ალფა რომეოსი ალბათ, ხო? კი, ალფა რომეოსი. ეს არის 285 და აქ დადგება 330-ები. ხო. კი. დიდი ტორმუზი დადგება. ცოტა მაკედან იქნება, ჯამში მაინც 1.15 კილოთი მჩატე იქნება. ხო, ძალიან მაგარია, 15 კილო ცოტა არ არის. ეხა გვაქვს ამლევში მესამე ეტაპი, სავარაუდოდ. კი, ძალიან სამუშაო გზა არის. ხო. მან შენ გქონდა ჩვენ კლასში რეკორდი, ჩარშა, ხო ეგრე იყო? კი, ეგრე იყო. და სავარაუდოდ კიდე გაუმჯობესდა. სავარაუდოდ არა, თუ არაფერი არ მოვა, უეჭველი გავაუმჯობესდა. იმიტომ რომ იმასთან შედარებით, რაც ჩარშან იყო, ბევრად უფრო მოხოდილია, ხო მანქანა? კი, ბევრად. პროსტა ერთი თვით ადრე იყო წინა შეჯიბრისთვის მზად ეს მანქანა. ვაფშე ყველაფერი დამთავრებული იყო და ერთი თვე ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, იმიტომ რომ მზად ყავდა და
რო წამოვედი, კოლექტორი გასკდა, გამშვები, რომ მივედი და ABS-ის ბლოკი დაიწვა. ეგაც დავიკიდე და რო წავედით, ვენტილატორი დაიწვა, წყალი აწია. მოკლედ, რავი, ყველაფერი საშინელება დაემართა შეჯიბზე და ეხა მაგიტომაც სულ დავშალეთ, მთლიანად მანქანა და ყველაფრის რევიზია გავაკეთეთ, რომ რამე არსად არ გამოიყო. ხო, ეგ რა ფენომენია, ბიჭო, ყველაფერი წყობშია და შეჯიბრის უნდა დაიმართოს რაღაცეები. მარტო შენ არ ახარ მასე, ბევრია მასე, ჩვენც მოგვსულია ბევრჯერ მასე, რომ ყველას ეგრევე ზაში ფუჭდება ხან, ბიჭო, ესეთი არაფერი. თან ეხლა მე შეჯიბრის მეორე დღისით დავიწყე ამანქანის მზადება. არანაირი შესვენება არ ამიღია. შეჯიბრი რომ დასრულდა, ორშაბათს დილას ამანქანის გეგმა ჩამოწერილი ქონდა მე და ჩემ გუნდს და იმ გეგმას მიყვეთ. კიდე ბევრი რაღაცები რულავოი გადავწიეთ წინ და რაღაცები გავაკეთე. აქ ლექსუსის რულავოი ეყენა. CT200-ის? კი, და ის რულავოი რო დავაყენეთ. ჰონდებზე ეგ არის, ხო. ხო, ზევით წევდა უდარნებს რა და ეგ გადმოვწიეთ წინ და მაქსიმალურად უკანა პატკარობიჩთან ამოვწიეთ ზევით რულავოი რა, მაგიტო ამოვიღეთ კიდე ძრავი რა, რომ ის რულავოი და ვერ უდგებოდი. ვერ უდგებოდი და რულავოიც კარგად დავაყენეთ. ეს ამოღებე ხო ბარა? ეს ხო რო გხდათ ლამაზად იყოს. კი, შედარებით ლამაზად არის, მაგრამ პოლივიზატორის კარებები რატო დახსენით? ხელს გიშლიდა? არა, კარებები დავხსენი, იმიტომ რომ შიგნითაც ბევრი წონა გაქვს. ხა ტორპედოს რო შევცვლი, მაგრამ ელექტროობაც უნდა დავალაგო ყველაფერი და ბიჭო, ესეც რომ მოაძრო თუ ჭირდება? არა, ეგ ჭირდება. მაგაზე კიდია ყველაფერი რა. აი, ნახოთ ტრაქშიც აქ 1 კილო რა. თუ არ დამეზარა, მაგასაც ამოვიღებ 8 კილოს ტრაკიდან და მე მირჩევნია მე ცალკე მარჯვენა ბორბალზე დავდო ის 8 კილო და რაზვესოვკა გავასწორო, ვიდრე შუაში მქონდეს ეგ წონა რა. ABS გადატანა გვინდოდა, პროსტა ადგილში ვერ ჩავედი. უკან რა 8 კილო რით შეგიძლია ხა აქ რა? უკანა საზაპასკე იჭრება მან. და კიდე 8 კილო და ხო შემიძლია არა, მაგრამ კარგაც ის რაზვესოვკაში ეს მანქანა რა. ეგ 8 კილო შუიდან რო ამოვიღო, ანუ ჯამში შეიძლება 20-25 კილო გამომივიდეს მოკლება რა. ანუ წინ ბევრი მაქვს რა რაღაცეები რა. ძალიან გახაფანგება არ მინდოდა ამანქანის. ეხლა კარნიზები ეყენა ამანქანას, ეგაც პლუს შენი 5 კილო, სარკეები ეყენა პლუს 5 კილო. რა წონაზე ჩამოვა ეხლა შენი აზრით? ამ ყველაფრით რა აპგრეიდებიც გავუკეთე წონასთან დაკავშირებით? ალბათ 890 იქნება. 900 ჩამოწდება შენ ფიქრო? 900 ჩამოწდება. ვა, მაგარი იქნება. ეგეთი შენერი მსუბუქი ხონდა მე მგონი არავის არ ყავს ჩემპიონატში. რაც 24 თუ არ ვიცი, ჯერ შედეგი ვნახოთ რა გამომივა, რავი, ჩემი აზრით რომ უეჭველი 900 ჩამოწდება რა. ვა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცეები გვაქვს იქ ამოსაჭრელი გასაკეთებელი უკვე ბევრ რაღაცეები შეკვეთილი მაქვს, უკვე ვამზადებ. ხო. რა ბორბალზე აპირებს სიარულს ახლა? მესამე ეტაპზე. თუ ვნახე მეორადი მიშელინები რამე ვიყიდი. თუ ვნახე ისაც კაი, იმიტომ რომ მაგასაც რენჯი სულ 400 კილომეტრი უწერია გამიგე და იქ ნახმარიც რა შემხდება არ ვიცი პრაქტიკულად ყოლად არის საბურავებია და თუ არა და ექსტრემები? ხო, ექსტრემები ისევ. და პროსტა უბრალოდ ცხენი უნდა მოვარგო რა. ცხენი ზალა უნდა მოვაკლოთ, რომ ზაცეპი მქონდეს რა. მოჭიდება. კი. ეხლა ამ აქ ცხენის ზალა ესენი? მეგენიც მაქვს, მაგრამ მაგას გახურება დრაგის არის მე მგონი. არ არის დრაგის. არა? ეგ არის კალცოსია ეგ და ხარდებია? არა, სოფტია. აბა დააყენე მაშინ რა გინდა? ხო, მაგრამ კალციოის სოფტს უნდა მაინც გახურება, კალციოის. ჰილფლაიმის რაც არის, ის ეგრევე მუშაობს. ანუ კალციოის უნდა მაინც ერთი წრე უნდა რომ გაახურო და ტრეკზე ერთი წრე 4 კილომეტრია, ხო ხტები? ჩვენთან ხო აზრი ხო და აი მაგიტო არის. ჩვენთან რომ გაახურებ მორჩა შეჯიბრდა. ხო, ეგ არის და სუპერ სოფტი მაგიტო მინდა. პროსტა ბიჭო გზაც ისეთია მან, წვრილი ისინი ყრია რა. გზა საშინელი. აი მანდ არ ვიცი რა, გასაბურმავი. ანუ ყველგან გაასუფთავებ, მაგრამ მე მგონი მანდ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოსახვე პრავი როა პიატი ჩასასვლელი, მან სუხრეში ყრია და მაქედან გამოსასვლელი გზა, წვრილი პატარა ხრეშები ყრია. შაშეცი დავტრიალდი მან. ყველაზე ბევრი ავარია იყო მაგ. ვალერაც მან დამოტრიალდა, ფატალიტი კაცს. ყველაზე მეგონი დათუნაც მან დაიმტრა. დათუნაც მან დაიმტრა, ხო, მაგათ კადრებს ჩავსვათ ვიდეოში. ანუ ძალიან აპასნი გზა არის ეგ. მან ძრავი არ გჭირდება, არაფერი არ გჭირდება რა. მან ცოტა სპეციფიკური. მან ბოლოშია ერთი ძრავი სადაც გჭირდება. ხო, მაგრამ მან ბევრი არაფერი ძრავი არ გჭირდება, დაანჩენი სულ სამუშაო გზა არის. ხო. მან ძრავი ბევრს ვერაფერს ვერ იზავს რა.
ხო, სულ სამუშაოა ბოლოშია ერთი აღმართი და ეგაა. ბოლოშია ერთი აღმართი, ხო. ხო, მან კიდე იმ ხელისუფლებას ახლა არ მან დიდი სხვაობა არ იქნება, მან ძრავის ამბავი არ იქნება რა. მან უფრო ტექნიკური გზა იქნება. შვენიერი ძმაო. შერაშვები როგორ ემზადები? ბიჭო, არაფერი, როგორც მივიყვანე დგას იმის მერე და. შერასაბირებს საბურავს. მე ისევ ექსტრემი. ხო, ნუ ისევ ექსტრემებს დავაყენებ. ამ ეტაპზე მაგ ბიუჯეტში ის უკეთესი კოლექტორი არა. მოედებოდა, ლომი გადავოდე და ჩამოწიეთ და აღარ ედება. ხუმდები ჩამომივიდა წინ კერამიკები, საქალაქოთი დავდიოდი ატეს ფირმის და ისევ ატენ ჩავამიტანე ჩვენო მეგობარმა კომპანიამ და ოღონ კერამიკულები მაგიებს დავაყენებ შეჯიბრამდე და იქნება გავტესტო, მოჯდეს აპორნიზე და თან ნახო, რამდენად უკეთესია. ის შენ პრობლემა არ ქონია, ხო, ტორმოზის? ანუ ტორმოზის არ მქონია, სუატეთი დავდივარ, ჩემი დღე და მოსწრება გასაგები. მაგმანქანაზე სუატე მიყენია, ქარხნლები წინაც და უკანაც რა. просто ეხა ვაყენებ კერამიკულებს, ჯერ დამიყენებია, გუშინ დამირეკა, ჩამოვიდაო და ამ დღეებში შევივლი და გამოვართმევ და დავაყენებ. მაგას შეუცვლი, ანუ მაგით დააპგრეიდდება ტორმოზის სისტემა და უფრო უკეთესი გახდება ჩემი აზრით. ძრავს და კოლობს და ეგეთ რაღაცებს არ ვეხებით, რავი, რაც არის ეგ არის. წონასაც რა მაქსიმალურად დამსუბუქებული იყო ისედაც და აღარ დაუწყებ ახლა რაღა უნდა მოვაკლო, რა ვიცი. ვეღარაფერს ვეღარ მოვაკლებ და. რავი, დანარჩენად ეგ არის რა. ნახოთ რა იქნება. 28-ში. 28 ივნისს გვაქვს შემდეგი ეტაპი. ტექნიკური გზა არის და ძალიან მაგარი გზა არის რა. მან უფრო სამუშაოა, მან ვერც ძრავი იგებს ვერაფერი რა. ხო. იმენა ტექნიკური გზა არის მან. წავიდეთ ახლა ვალერასთან, ბევრი შემთხვევები მოსვლია და ვკითხოთ, რა შეგრძნება არის, კრიშაზე ცურაობა. წარმატებები. დავაი, ასევე. კარგად. მოკლედ ახლა წავიდეთ ყველაზე ფატალით კაცთან, ვალერი გიორგაძესთან და კითხოთ როგორ ემზადება მესამე ეტაპისთვის. თან ამლევში არის და მან ბევრჯერ მოუვიდა შემთხვევები და საინტერესო არის ვალერას აზრი ამ გზასთან დაკავშირებით, რატო არის ესე და რატო ხდება. მაგრამ სანამ ვალერასთან მივალთ, შევიაროთ დეტალი ჯიში. კონსტანტინე ჩაჩავას 6A-ში, რომელიც წლების განმავლობაშია უკვე გვამარაგებს სამუხრუჭე სისტემებით, ხუნდებით, დისკებით, სითხეებით და ასე შემდეგ. ატეს ხარისხთან დაკავშირებით ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ წლები არის მათთან ერთად თანამშრომლობთ და 4-ჯერ მოახერხეთ საქართველოს ჩემპიონობას სხვადასხვა დისციპლინაში. დეტალი ჯის ლინკი იქნება აღწერაში. ვალერ, მოგვიყევი შენ მანქანასთან დაკავშირებით, რა ძრავი გაქვს, რა მანქანა არის, რა როგორ? მანქანა არის? მოვიდა. რა, მამა? ეს არა, ეს ნახე მე რო ლაპარაკობ იქ ისმის და მე ხმას ვერ გაიგებენ. მე შენ მოგცემ და შენ ლექსი თქვი და ლექსი ჩავწეროთ. ხო და ძრავი არის 1 და 8, ყოფილი B20-ია, კარგად მოგეხსენებათ, ერთი სეზონი 2-0 კლასში დავდიოდით. მერე 2-0 და კლასი 3-0-მდე რო იყო, კაოს და 4-ები შემოფრინდნენ შიგნით. ხო. და ეს 2-0 გახდა გამოუსადეგარი და გადავწყვიტე უფრო ბიუჯეტურად რო გამოსულიყავი, ჩამოსულიყავი ქვედა კლასში 1-9-მდე თქვენთან. ხო. და გავაკეთეთ 1-8. ამ ყველაფრის ან ქვედა მხარე შეუცვალე? ხო, ნიზი შევცვალეთ და ისიც რა ქვია, გალოვკაში B20-ზე სხვა რას პედალი გვეყენა, რაღაცა საბერძნეთში რო აკეთებენ, მე მგონი გეცოდინე. გაჩერხული. ხო, და ის რას პედალი უკან დავაბრუნეთ და გამოვიწერეთ Skunkor-ის Pro Plus-ი ეგეთი რას პედალი. კომპრესია გავზარდით, გვინდოდა სპირტზე გვემუშავა, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა რომ სპირტზე ჯანი გვაკლდება. და დავრჩით ისევ ბენზინზე. ნასტროიკის დროს? ხო, ნასტროიკაზე 190 იმ სანიკიძის დინოზე 190 ცხენისძალა მოგცა საბურავზე. ნასტროიკაზე ბენზინზე, მე დავიწყეთ სპირტით ნასტროიკა და წამოვიდა ქვევით. და რატო აქ ამას უფრო ნაკლები ცხენისძალა, ვიდრე სიტყვაზე აი იურასაც ესეთი ყავს.
18 თუ ამ დინოებშია სხვაობა? მე მგონი დინოებში ერთხელ ვერ მივედი იმ დინოზე, სადაც იურა არის ნამყოფი და მე მგონი შენც ხარ იმ დინოზე ნამყოფი, ხო? მან ეგ მე მგონი ცოტა ბევრსას, ხო? მე მგონი ხო, არ ვიცი, თორე ხა მაგხელა სხვაობა, რასაც იურა ამბობს, რაღაც 200-ზე ვით არის. 230 აქ საბურავს. ხო. ხა არ ვიცი 40 ცხენის ძალას თუ ამის დინო იყოლება, არ ვიცი. მოკლედ მისასვლელია რა, ყველა დინო ხო იცხოვნაირად. სხვანაირადაც, ხო. ხო. მაგრამ ფაქტია, რომ ის არის, რა ქვია, ამის დიაპაზონი ბევრზე კარგი არის ახლა რა, ის თვითონ შკალა რაც არის. ისე როგორ ეთქო, ჯანზე არის, ხო? კი, კაიჯანზეა, კი. მაგრამ ნუ ის არ არის რა, სპირტზე ვერ იმუშავა მაინც. ეხლა გვაქვს მამაჩემს გამოადგა მე 40 ლიტრა სპირტი დაგვრჩა. ხო, სპირტი ისეთი რამე რაღაცაში კაცს ვიგამო. დანარჩენი აქ ყველაფერი დევს ძვირფასი. რასაც ქვია, ხარისხიანი, ნაფიქრი. ხო, რო გაუძლოს დატვირთოს. ეს ჯიხვის რქებიც, ხო, ეს კოლექტორი რაღაცა მე ისეთი მინდოდა სპეციალური, მაგრამ ეს ჯობია ვოლონტმა რაღაც თანა ამის სიგრძ მანძილს ქონია მნიშვნელობა რა. თვითონ გამომავალს. და ესეც აი რაღაცა ეგეთი დავაყენეთ. ეხლა შემდეგი ხო, მოდიფიკაციები გავაკეთეთ. პარა დავაყენეთ 4-9. სინხროების უყოლა შევცვალეთ, ის კარბონ სინხროები როა რაღაცა. ხო. მაგითი სინხრო ტეჩიდან ჩამოვიტანე და სიჩქარეების დავამოკლე. ანუ უფრო დაამოკლე, ხო? კი და პირველ მეორეში არ არის ისეთი ეფექტური, მაგრამ აი მეორე უკვე რო გაცდება სადღაც 6-7000 და ზევით აძლევს სიჩქარეებს, უკვე მე ძალიან სასიამოვნო საკარებელია რა. ხო. მე უფრო ისე. ხო, აღმართზე რაც მოკლეა, მე მგონი უკეთესია რა. ეხლა გვაქვს ამლევში. ხო, ამლევში შენ ამლევში მე არა გაქვს ხო მაინდა მე კაი მოგონებები. კაი მოგონებებიც მაქვს რა, ერთი-ორჯერ, სამჯერ მოგებული მაქვს. არა, მაგას არ გულისხმობ, ანუ ამოტრიალდი ხო მან შენ მახსოვს. კი, ამოტრიალდი B16-ით. B16-ით. რა ადგილზე მოგივიდა, ან რანაირად? იმასთან სკალებს რო ვეძახით, ქვები, ლოდები როდებს მოსახვევში. ის რო არის? პრიამიკი რო არის ჩქარი, მე მარცხი რო ჩადის გზა, ორჯერ მანამდე მოგივიდა? მაგმოსახვევში შევედი ისე ჩქარა რომ ვიღაცას გადაღებული აქვს რაღაც მომენტი და იძახის რომ ვერ მოუხვევსო რა და ეგრეც მოხდა. მე ბრახაბრუხის ხმები ისმის. მართალი აღმოჩნდა ხო? ბიჭო როგორ იყო იცი? სიჩქარე უკვე დავარნილი იყო, მაგრამ აქეთ არის სანიაღორი არხი. ხო. და მაგ არხში რო ჩავიდა, კარნიზი დაედო და კარნიზი რო დაედო, ხო იცი რაც ხდება, მაგრამ ეგრევე ატრი ახტა და ჰაიში დატრიალდა და კრიში დაეცა. შენ უნებლად გადაგჭირდა. არაფერი საერთოდ არაფერი ის მანქანა დაჟე ლამის ხოდით წამოვიყვანა იქიდან. გადმოაბრუნე. და ხათრით დავდეთ ევაკუატორზე. გადმოაბრუნე და დაგვიგეთ დაჟე, ხო? კი, არაფერი. დაჟე ერთი ავრა ქონდა და იძახდი ავივლივ. კი, ხო, არა, მაინც ცეცხლი არ გაუჩნდესო და არ ვიშოდნენ. ბიჭო, ხო, მანდ ისეთი გზა არის, რაღაცა წვრილი ხრეში ყრია, მოსახვევშიც თუ რა ახლა იქნები დაკონებული. ბინძური გზა არის, კი, მაგრამ მაგაზე ბინძური არის, აი მეორე ეტაპი რო შეიძლება ჩატარდეს, როგორ განიხილავენ ის, მანდაც დავილეწე შარშა. მსხალდიჩი? მსხალდიჩი, ხო, ის ძალიან ბინძური გზა არის, ხო. ხო. როგორია რომ პაგრიში გამოჭიდებულია და იციან. მან ამლევში მეც დავიმტვერე. ხო, კი. შენ ამლევში დაიმტვერე, შპილკი და რო გამოდიხარ, მე ლევიშის, ლეტარ-ლეტარ უნდა ჩახვიდე. დავიმტვერე, მაგ ვიდეოს ჩავსვათ. მე გამიმართლა ლაითად დავიმტვერე. აი დათუნას არ გავამართლა, გაატოტალა მანქანა. რეისერას არ გავამართლა. დათუნა საერთოდ ისეთი რაღაცა გააკეთა, რა ვიცი, იქ არ იყო საჭირო მაგის კეთება. ყველა მშვიდობით ვიაროთ და ადგილებს მინდა ეძებს ვისადგაო. მეორეჯერ რო დავილეწე ის იყო სველზე. გახსოვს ბოლო ამოვლაზე რო კაი ბოი ქონდა, მაშინ წამებში ქონდა სხვაობა და წამიც არ იყო მე მგონი. აი რეისერა ხო, მეასედებში იყო და რეისერა რო დაიმტვრა, მაგან გაწელა და დაიწყო წვიმა. ხო. ხო და ფიქრობდნენ წვიმა რახან არის აზრი არა გადავდოთო და რო გავატრაკეთ მე რა ვარჯიშია თქო რა და იმ ვარჯიშზე კარგად მოვდიოდი აი ამ პაგრიშკებით სხვათა შორის. ხო, ეგეთი სპორტია რა. აი ABS-ი არა მაქვს მე და ABS-ი არა. ცოტა ხო რთული სასიარულოა. მე მგონი მაგით ვიმტვრე. დავუყენი ABS-ი. არა, ABS-ი მე ვერ ვილი შანსი არა. ცადია ხო? არა, მიცდია. და ესე უფრო კაია? არა, მტრიან გზაზე ის თავის ჭკუაზე ჩერდება და ესე მირჩევნია წაიღებს აუშვა და აჭირო ეჭიდაო. რამე ხამშიჯიბრისთვის აპგრეიდს უკეთებ რამეს განახლებას? კი. ბენზინს ვასხავ ახალს. მეც არაფერს. ბორბლები რითი დადეხარ? ბორბლები ეს ისინია, რა ქვია, ეფაძინები, ექსტრიმები.
ეხლა არ გიყენია, ხო? არა, ეს არის ეფაძინები და ის ბორბლები აქ არის. ექსტრემები. ექსტრემები, ხო. ხოდა ეს ექსტრემები მაქვს რა. 205-იც მაქვს A კატეგორიის სოფტები. ხო. და 225-ები მაქვს B კატეგორიის სოფტები. აჰა. ხო. ხო, მე-3-ებით დავდივარ. ხო, მე მომწონს, კარგი საბურავია. ეს საბურავი სულ შემთხვევით აღმოვაჩინე და მე ყველა მაიტაცა. ხო, კაია რომ ყველა ამაზე დგევართ რა. ძალით არ ვაძურებთ. თან ვიღაცამ რომ მიშელინი დააყენოს, მე ყველა დააყენოს. ხო, მიშელინი მეყენა მე 1-4 წელი. კაია, მაგრამ ძვირია. ძვირია, ხო. ხო. სამჯერ მეტი იყოს მე მგონი. კი. კი ბატონო. ჯობია ყველა ერთ ბურბალზე ვიდგე. წონა რა აქვს შენ მანქანა? ჩემი მანქანა სხვათა შორის ძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თითქმის ამოჭრილი და ჩამოსხმულია კარები, კაპოტი, მაინც ვართ 930 ჩემს გარეშე. 930. ო, ჰონდები ეგრეა რა, 900-920-ის. ხო, აი ვერ გავიგე, აჩიკოსი არის მაგალითად 850. არა რა, 850. 850 იყო და მე დუგი დაამატეს და 900 გაცდა ეგეც. 870 იყო კარგი 900-ია საშუალოდ რა, 900-920, აი ესია ყველა. და აი მე არ ვიცი, ყველაფერი პლასმასია რაც კი შეიძლება რა. მეტი რაღაცა დააკლო არ ვიცი. 28-ში გვაქვს ეტაპი 80% იქნება ამლევი. ხო. არის ალბათობა რომ იყოს წყლულეთი, ცხალდიდი. ხო, სადაც გადაწყდება იქვივლით რა, მთავარია ყველა მშვიდობით დავაფინიშოთ. ნახოთ აბა რა იქნება. დანარჩენად სადაც იქნება იქვივლით. შევეცდები, ისევ შევეცდები ბატონი ბაჩანას დამარცხებას. ნახოთ როგორ გამომივა. ეგრეა ხა ყველა ერთმანეთის დამარცხებას. მაგითო ვიკენდებით. ეგ არის თელი მუღამი. ეგ არის ხო, თელი მუღამი თორე. აბა ესე კი არ ვერჩით რა ეს ერთმანეთს. ეხლა კი წავიდეთ M-Fitness-ში, გურამიშვილზე და ვნახოთ როგორ ვემზადებით ჩვენ ფიზიკურად და მენტალურადაც, რა თქმა უნდა. თქვენ კი დარჩი ჩვენთან და ახლის გამოწერა არ დავაწყდეთ. აქაც ასეულს. მოკლედ იქიდან გამომდინარე რომ Peugeot-ზე არაფერს upgrade-ს არ ვაკეთებთ, როგორც იყო ბოლოს ჯიბზე. ისევ იქნება შემდეგში ჯიბზეც, გარდა იმისა, რომ წინა ხუნდებს შევუცვლით. აქედან გამომდინარე გვაქვს დრო და მოვიდით M-Fitness-ში, სადაც ვემზადებით, სადაც ვარჯიშობთ კრივზე. პროფესიონალ მებრძოლთან, ლევან ციკლაურთან. წამოიხე შევიდეთ და ვარჯიშის კადრებსაც შემოგთავაზებთ. ესაა ჩვენი დარბაზი, სადაც ვარჯიშობთ. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია გამძლეობისთვის, რბოლაში და ისედაც მენტალურადაც გაძლიერებს რა. აქედან რო გავდივართ, ისეთ ხოთზე ვართ ხოლმე, შეჯიბს კი არა, რა ვიცი, ზღვას გადავცურავ, თუ გინდა ცალი ხელი დამები და ისე გადავცურავ დაზე. This is Shakira Benita, and I'm broadcasting live from Ludacris concert. Ludacris, where are you? Traffic is backed up. დღეს ხუთშაბათია და დღეს გვაქვს სპარინგები. ვემზადებით სპარინგებისთვის. Get out the way, get out the way, get out the way. Get out the way, get out the way, get out the way. Oh no, the fight's out. I'm about to punch your lights out. Get the back, guard the grill. It's something wrong, we can't stay still. I've been drinking and and I've been thinking of you upside the forehead. And if you're ჩვენი წვდები, ლევანი ციკლაური, პროფესიონალი მებრძოლი. აი ესეთ ხალხთან ვემზადებით. ბაჭუკის ხოთი და მოიწევს და ბაჭუკა ამას შემზადება და მაიხა მაგანაც როგორი იყო I'm about to punch your lights out. Get the back, guard the grill. It's something wrong, we can't stay still. I've been drinking and and I've been thinking of you upside the forehead. And if your friends jump in, they'll be both. აი ესე ვემზადებით აღმართის, აი ესე ვემზადებით.